ისრაელის ძვირფასო მოქალაქეებო, ჩემო ძვირფასო ძმებო და დებო, ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა. მაგრამ უკვე ეხლა შეგვიძლია ძალიან მკაფიოდ თქვათ, გვაქვს ისტორიული მიღწევები. მიდა შეგახსენოთ, სად ვიყავით. ირანი ცდილობდა ჩვენს გარშემო შემოეხვია მარწუხები, ჰამასი ღაზაში, ჰეზბოლა ლიბანში, ასადის რეჟიმი სირიაში, მილიციები ერაყში, ჰუთები იემენში, თავად ირანი. ანუ ისინი ცდილობდნენ დაგვახჩონ, მაგრამ ჩვენ ვახჩობთ მათ. მათ გვემუქრებოდნენ განადგურებით. ახლა კი თვითონ იბრძვიან გადარჩენისთვის. ჩვენ დავართხით მათ. კიდე ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და ამასაც მალე განმარტავ. მაგრამ მინდა დავიწყო სწორედ ირანით, სწორედ ამ 8 ფეხასთავით. რადგან მე გავატარე, ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი დაუთმე ერთი რამის აღკვეთას. რომ ამ ტერორის რეჟიმს ბირთვული იარაღი არ კონდეს. მისი მეშვეობით ის ცდილობს გაანადგუროს ებრაული სახელმწიფო და დაასრულოს ებრაელთა ისტორია. ამაზე ვსაუბრობდი კონგრესში, გაეროში და სხვადასხვა პარლამენტებში. დავამტკიცე ყველა სახის ქმედება, მათი უმეტესობა საიდუმლო, რათა დაგვეგვიანებინა ისინი და მართლაც დავაგვიანეთ. მაგრამ სოფლიომ არ მოისმინა. ბევრმა თქვა, მაგრამ ეს ასე სერიოზული არ არისო. არც ისაა ასე სერიოზული, რომ ირანს ბირთვული იარაღი კონდეს. ეს ხმები მე არა მხოლოდ გარედან მოვისმინე, არამედ ჩვენ შორისაც კი. და მე, როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრი და ებრაული სახელმწიფოს ხელმძღვანელი, ერთადერთი და უნიკალური. ამას მე ვერანაირად ვერ მივიღებდი. და დიდი ცვლილება მოხდა ამ ქელავის ღამეს, როდესაც საზეიმოდ გამოვაცხადე თქვენთვის, რომ ჩვენი მამაცი პილოტები ირანის ცაზე დაფრინავდნენ და წარმატებით უთყამდნენ სამიზნეებს მთელი ირანის მასშტაბით. ჩვენ ნამდვილად პირველები ვიყავით, ვინც შიშის ბარიერი დავამსხვრიეთ. იმ ღრმა შიშის, რომ თავად ირანში გვემოქმედა. და ძალიან კარგად მახსოვს ჩემი გრძნობა იმ მომენტში, რა ძლიერი ემოცია იყო, რა დიდი სიამაყე და რამდენი ჟრუანტელი მთელ სხეულში. და ვიცი რომ თქვენც იგრძნობთ ამას და იგრძენით კიდეც. ჩვენ პირველებმა გადავდგით ეს ნაბიჯი, რადგან სულად გვესმოდა რა იყო სასწორზე. მაგრამ ერთი წლის წინ რომ მეთქვა, თქვენთვის რომ ჩვენი ფრინავები ირანში იფრენდნენ, ვინ დაგიჯერებდათ? და ერთი წლის წინ რომ მეთქვა, თქვენთვის რომ ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, ჩვენს გვერდით იბრძოლებდა, მხარით მხარზე, ფრთით ფრთაზე, თითქმის 40 დღის განმავლობაში, საერთო მტრის წინააღმდეგ, ვინ დაგიჯერებდათ? მაგრამ ეს ყველაფერი მოხდა. რადგან ჩვენ ავიგეთ ინიციატივა, ჩვენ ვიმოქმედეთ, ჩვენ დავართხით. და რატო ჩავერთეთ კამპანიაში? რადგან ირანი ძალიან ახლოს იყო ბირთვული იარაღის მიღებასთან და რაკეტების წარმოების შესაძლებლობის მოპოვებასთან. ათასობით რაკეტა. არა მხოლოდ რამდენიმე რაკეტა დღეში, არამედ ასობით რაკეტა, რომლებიც ყოველ დღე გვატყდებოდა თავს. ორი ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც უნდა მოგვეცილებინა. თუ ოპერაცია ამქავს და შემდეგ ლომის რეალს არ ჩავატარებდით, ირანს უკვე ექნებოდა ატომური ბომბები. ეს ჩვენ შევაჩერეთ. და გეტყვით როგორ შევაჩერეთ ეს. იმიტომ რომ ოპერაცია ამ ქალბამდე ამჯერად მივიღეს ზუსტი და რეალურ დროში დაზვერვის ინფორმაცია, რომელმაც გვაცნობა რომ ირანი იწყებდა მოქმედებას გამდიდრებული ურანის ბირთვული იარაღად გადასაქცევად. და იმ მომენტში, როცა ეს დაზვერვის ინფორმაცია მივიღეთ, დაუყოვნებლივ დავიწყეთ მოქმედება. ჩვენ გავანადგურეთ მათი 12 მთავარი ბირთვული მეცნიერი, დავართხით მათ ბირთვულ ობიექტებს ჩვენს ამერიკელ მეგობრებთან ერთად. გახსოვთ თავდასხმა ფორდოუზე B2-ით. რა შესანიშნავი სამუშაო გააკეთეს მათ. ჩვენ ასევე დავადგით რაკეტების საწყობებსა და ასობით გამშვებ მოწყობილობას. და ამ ყველაფერმა ჩვენგან ორმაგი და დაუყოვნებელი ეგზისტენციალური საფრთხე მოაცილა. მაგრამ იამკალების შემდეგ, რამდენიმე თვის შემდეგ, კვლავ მივიღეს ზუსტი დაზვერვა და კიდევ ერთხელ დროულად. და ამ დაზვერვამ აჩვენა, რომ ხამენეიმ უბრძანა როგორც ბირთვული, ასევე რაკეტების ინდუსტრიის განახლება და კიდევ უფრო გაფართოება. ხმარობ სიტყვას ინდუსტრია, რადგან ის ბევრად უფრო ფართო რამეს გულისხმობს. ქვეშმიწის. ის სურდა, რომ როგორც რაკეტების, ასევე ბირთვული წარმოება დაემალა ძალიან ღმად, მაღალ მთის ქვეშ, ისე რომ ვერც კი B2 თვითმფრინავები მიაღწევდნენ მას. და ისევ, ჩვენ ვერ შეგვეძლო გვერდზე დგომა.
ამიტომ ჩვენ ვიმოქმედეთ. ჩვენ გავანეიტრალეთ კიდევ 8 ბირთვული მეცნიერი, რომლებიც იარაღის აწყობასა და წარმოებაში იყვნენ ჩართული. საქმე მხოლოდ გამდიდრებულ ურანში არ არის. მათ გარეშე ატომური ბომბების წარმოება შეუძლებელია. ჩვენ გავანადგურეთ არაკის მძიმე წყლის სადგური, გავანადგურეთ მთელი ცენტრიფუგების ინფრასტრუქტურა, ასევე ურანის წარმოების ქარხანა. ანუ ფაქტობრივად მივედით იმ წერტილამდე, რომ ირანს აღარ აქვს არც ერთი მოქმედი გამდიდრების ობიექტი და მათი რაკეტების წარმოების უმეტესი ნაწილი გაქრა. მათ ჯერ კიდევ აქვთ რაკეტები, აქვთ რაკეტების მარაგი, მაგრამ ის იწურება. ანუ ჩვენ აქ შევძელით ბირთვული პროგრამის, რაკეტების პროგრამის დემონტაჟი და კიდევ ერთი მიზანიც ჰქონდა. ირანში რეჟიმის დემონტაჟი და მისი მნიშვნელოვნად დასუსტება. ყველაზე დაბალ დონეზე, ყველაზე სუსტ მდგომარეობაში, რაც კი რეჟიმის დაარსებიდან 47 წლის განმავლობაში ყოფილა. გულისხმობ იმას, რაც გავაკეთეთ. ჩვენ გავანანადგურეთ უმაღლესი ლიდერი, ხამენეი, მისი შემცვლელი რაჯანი, თავდაცვის მინისტრი, დაზვერვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ქუდსის ძალების ოპერაციების მეთაური, რევოლუციური გვარდიის მეთაურები, ბასიჯის მეთაურები, უსაფრთხოების ხელმძღვანელობის მაღალი ეშელონები, დაზვერვის ხელმძღვანელობა, საჰაერო ძალების ოფიცრები, უპილოტო აპარატების პასუხისმგებელი პირი, ტერორიზმის დამფინანსებელი, ირანის საზღვაო ძალების მეთაური, კასპიის ზღვის ფლოტი, რევოლუციური გვარდიისა და შიდა უსაფრთხოების ათეულობით ბანაკი, ათეულობით ვერტფრენი, ლობით ვერტფრენი და სატრანსპორტო თვითმფრინავი, რევოლუციური გვარდიის შემოსავლის წყარო. ეს არის ფოლადის ინდუსტრია ირანში და ირანის პეტროქიმიური ქარხნების 3/4 სწორედ ამით ცხოვრობს რევოლუციური გვარდია. დავარტყით ირანის უმსხვილეს გაზის სადგურს, საწვავის საცავს, კავშირებსა და რკინიგზებს, რომლებიც გამოიყენებოდა ჯარებისა და იარაღის გადასატანად, ათეულობით სამხედრო მრეწველობის ქარხანაში და კიდევ ბევრი, ძალიან ბევრი სხვა დეტალია. დეტალებს გიზოგავთ, მაგრამ ისინი არ დაგვინდვია. აქ უზარმაზარი ცვლილება შევიტანეთ. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ არ გვაქვს მიღწევები, უზარმაზარი მიღწევები და ეს აისახება ამ დასუსტებულ რეჟიმზე, რომელიც ითხოვს და ევედრება ცეცხლის შეწყვეტას. ეს აისახება შიდა კონფლიქტებში, უმაღლეს დონეზე ჩვენ ეს ვიცით. ჩვენ ხედავთ, როგორ უჭირთ მათ მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება. ეს აისახება ტერორის რეჟიმის სერიოზულ დასუსტებაში. ირანი აღარ არის იგივე ირანი და ისრაელიც აღარ არის იგივე ისრაელი. ისინი, ვინც გვემუქრებოდნენ განადგურებით, ახლა საკუთარი გადარჩენისთვის იბრძვიან. რაც შეეხება ტამლონამს, იქაც დიდი საქმეები გავაკეთეთ. პირველ რიგში დავაწესეთ წესი. ისრაელი არ აიტანს სიტუაციას, სადაც ტერორისტული ორგანიზაციები ჩვენ საზღვართან იქნებიან განლაგებულნი. ამიტომ შევქმნით უსაფრთხოების ღრმა ზონები მტრის ტერიტორიაზე. ღაზაში ჩვენ ვაკონტროლებთ ნახევარზე მეტს, ანუ ზოლის 50%-ზე მეტს. ჩვენ ყველა მხრიდან ვარტყამთ ალყას ჰამას და მასთან გავუნკლავდებით. სირიაში ჩვენ ვართ ჰერმონის მწვერვალზე და მივარწიეთ იარმუკამდე. იქაც ზრუნავთ, ისევე როგორც ჩვენს დრუზ მოკავშირეებზე, ჩვენს ძმებზე ვიზრუნე. ლიბანში რადიკალური ცვლილება მოხდა. ჰაფსოდ ნასრალა ის ამაყობდა, როგორ გვიწოდებდა ჩვენ ებრაელებს ობობის ქსელი. ის ლიკვიდირებული იქნა. და რაც მასთან ერთად გავანადგურეთ, იყო მისი უზარმაზარი რაკეტების არსენალი. 100-დან 150,000-მდე რაკეტა და რაკეტები, რომლებიც 6 საათში გავანადგურეთ უმეტესობა. მათთვის კიდევ რამდენიმე რაკეტა დარჩა. ჩვენ ამას უნკლავდებით, მაგრამ მათ კიდევ ერთი რამ დაგეგმეს. მათ დაგეგმეს, რომ რადუანის ძალების ათასობით ტერორისტი შენიღბულები მივიდოდნენ საზღვის ხაზამდე, შეიჭრებოდნენ და დაიპყრობდნენ გალილეას. ჩვენ ეს საფრთხე გავანეიტრალეთ. ჩვენ დავიფყარით. უპირველეს ყოვლისა, ბევრი მათგანი მოვკალით. ჩვენ გავანადგურეთ მთელი მიწისქვეშა ქსელი, გვირაბები და ტერორისტული სოფლები და შევქმნეთ უსაფრთხოების ზოლი 8-დან 10 კილომეტრამდე, რათა ჩვენი თემები და რაკეტების საფრთხე მოგვეცილებინა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით მათ წინააღმდეგ. ეს არ დასრულებულა. თქვენ ნახეთ, რამდენიმე დღის წინ ჩავატარეთ ყველაზე დიდი ოპერაცია ბიპერების დროიდან. ჩვენ ერთდროულად გავანადგურეთ 100-ობით ტერორისტი 10 წუთში და ჯერ კიდევ არ დაგვიმთავრებია. ეს მთელი ეს დრო გრძელდებოდა. ჩვენ ვიბრძვით ჰეზბოლას წინააღმდეგ, რადგან მე მტკიცედ გადავწყვიტე, რომ ჩრდილოეთის ცხოვრებლებს უსაფრთხოება დაუბრუნო. ისინი ამას იმსახურებენ, ისევე როგორც ისრაელის ყველა მოქალაქე. მინდა გითხრათ, რა მოხდა აქ. ძალის ამ დემონსტრაციის პირდაპირი შედეგი იყო ის, რომ ლიბანი გასულ თვეში დაგვიკავშირდა, რამდენიმე სხვადასხვა შემთხვევაში მოგმართა. პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყება. ეს ჩვენს ისტორიაში ჯერ არ მომხდარა.
სინამდვილეში ეს ერთხელ მოხდა 10 წლეულების წინ, მაგრამ ახლა მათ თავად მოგმართეს და მე დავეთანხმე ამას ორი პირობით. ჩვენ გვინდა ჰეზბოლას განიარაღება და გვინდა ნამდვილი სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც თაობებს გასცას. და კიდევ ერთ რამეს გეტყვით თქვენ. მხოლოდ ლიბანი არ გვიკავშირდება. ბევრი სხვა ქვეყანა, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, თანამშრომლობასა და ალიანსს ეძებს ჩვენთან, რადგან ხედავენ ჩვენს ძალას. ძალა აახლოებს, ისევე როგორც სისუსტე აშორებს, ძალა აერთიანებს. და დღეს ისრაელი უფრო ძლიერია ვიდრე ოდესმე. ეს პატარა ისრაელი შეიძლება ტერიტორიულად პატარა იყოს, მაგრამ გიგანტია სულითა და ურხევი გადაწყვეტილებით გახდა ყველაზე ძლიერი რეგიონული ძალა. ყველა ამას კარგად ხვდება და გარკვეულ ასპექტებში ისრაელი ასევე მსოფლიო ძალაც არის. მაშ, გვეუბნებიან, რომ მიღწევები არ გვაქვს. აქ უზარმაზარი მიღწევებია. ეს ისტორიული ცვლილებაა. ჩვენ გავანადგურეთ ბირთვული პროგრამა, გავანადგურეთ რაკეტები, გავანადგურეთ რეჟიმი. ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ალიანსი, ჩვენს დიდ მეგობართან, შეერთებული შტატების პრეზიდენტთან, ისრაელის თავდაცვით ძალებთან ერთად. ისრაელის თავდაცვით ძალებსა და რა თქმა უნდა, შეერთებული შტატების არმიას შორის ურთიერთობები, რომლებიც აქამდე არასდროს არსებობდა. ეხლა ეს მიღწევები ჯერ არ დასრულებულა. ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრებული მასალა და როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, მისი მოცილებაა საჭირო. ან ის იქნება მოცილებული შეთანხმებით, ან იქნება მოცილებული სხვა გზებით. მაგრამ ჩვენ თანამშრომლობთ ჩემსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის, ისრაელსა და შეერთებულ შტატებს შორის, როგორც არასდროს. ეს არის მიღწევები, რომლებიც მთლიანად ცვლის ძალთა ბალანსს. ისრაელი ახლა სხვა ისრაელია, უფრო ძლიერი ვიდრე ოდესმე. და როგორ შევძელით ეს ყველაფერი? უпростоრად, მანამდე უნდა თქვა, არიან ადამიანები, რომლებიც ამ მიღწევებს ამცირებენ მათ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ირანი და ირანის პროპაგანდა ისმის ჩვენს საკომუნიკაციო არხებში, ხოლო ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების პროპაგანდა ირანის მედიაში ისმის. მაგრამ ეს სიმართლეს არ ცვლის. აქ არის უზარმაზარი, გიგანტური ცვლილება და ეს ხდება ჩვენი მამაცი პილოტებისა და ჩვენი მამაცი ქალი პილოტების, ჩვენი მიწის ეკიპაჟების დამსახურებით, რომლებიც შეუჩერებლად მუშაობენ. ჩვენს გმირ მეთაურებსა და ჯარისკაცებს, მათ ვინ ჩვენთვის დაეცა და დაჭრილებს, როგორც სხეულით, ისე სულით, ვისაც სწრაფ გამოჯამრთელებას უსურვებთ. და ეს ხდება თქვენი ისრაელის მოქალაქეების დამსახურებით, რომლებმაც მთელი ამ დროის განმავლობაში მტკიცე დიდექით. მოგესალმებით თქვენ და ეს ხდება ჩემი ხელმძღვანელობით, მთავრობის გაბედული, გადამწყვეტი და გონიურული გადაწყვეტილებების წყალობით. და მინდა გითხრათ, გერ არ დაგვიმთავრებია. ისინი აღდგებიან სამყაროს ძაღლების ძალით და დაიღრიალებენ როგორც ლომები და ღმერთის დახმარებით ჩვენ ერთად გავაგრძელებთ მოქმედებას და გავაგრძელებთ გამარჯვებას.